Ichi mains da mains სასიამოვნო მიზეზით არ ვიყავი წასული, ვიყავი რუხში, რუხი ეს არის სოფელი, რომელიც ზუგდიდიდან 5 კილომეტრით არის დაშორებული და მდებარეობს საოკუპაციო ხაზთან პირდაპირ. ვიყავი კიდევაც ხაზთან მისული, ძალიან მძიმე და რაღაც სევდიანი ამაღელვებელი განცდა იყო ჩემთვის და აი რუხში საზღვრიდან 1 კილომეტრში მდებარეობს რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო. რომელსაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის აი იმდენად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მაშინ განხორციელდა. უშუალოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც ოკუპაციაში იყო 2008 წელი. მაგ იმ პერიოდიდან დაიწყო ფორმირება და მერე საბოლოო ჯამში ნელ-ნელა განვითარდა. და იმ ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ვერ იღებს შესაბამის სამედიცინო მომსახურებას, ეს არის კლინიკა, რომლის მსგავსი მე საერთოდ არ ვიცი ჩვენს ქვეყანაში თუ ეს არის მრავალპროფილური კლინიკა, საკმაოდ მაღალი დონის მომსახურებით, რაც ბუნებრივად იწვევს იქეთ ამ ხარის ინტერესს. თავისთავად ცხადია და ჩვენ აბსოლუტურად შემთხვევით მოხვდით ამ კლინიკაში და მე ვნახე მეგონა რომ საერთოდ სხვა ქვეყანაში ვიყავი, თან ყველაზე დიდი ფუფუნება გარდა თქვა ტექნიკისა და აპარატურისა, რითაც ეს კლინიკა არის აღჭურვილი, ახალგაზრდა პერსონალი, ახალგაზრდა მოტივირებული, ყურადღებიანი, მაღალკვალიფიციური ექიმები და ახლა ხან ერთ ექიმს მინდა მადლობა გადაუხადო ვისარგებლებ ამ ეთერით, ქირურგს გიგა ფარფალიას, ეს ძალიან ცნობილი ქირურგია, სულ ახლა ხან თვითონ საავადმყოფოს გვერდზე დაიდო ინფორმაცია, რომ ისეთი ოპერაცია ჩაატარეს, რომლის მსგავსი საქართველოში არ ჩატარებულა. მინდა რომ აი ბევრი ასეთი ექიმი ყავდეთ ჩვენს ქვეყანაში. და მადლობა ნამდვილად ყველას იქ ვინც მუშაობს იმისთვის, რომ ამ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეს აკეთებენ ქვეყანას. ნამდვილად ამხელა იმედს რო აძლევენ თუნდაც იმ ტერიტორიიდან გადმოსულ ადამიანებს. ჩვენ თქვენსკენ იმედია ყველაფერი კარგად. კარგად, მადლობა. ღმერთს აი ესეთი ექიმების წყალობით. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ზუგდიდზე, ეს ნამდვილად განსაკუთრებული ქალაქია. ერთი ვიზიტიც კი საკმარისია, რომ რაღაცა სხვა განცდა დაგვეძლოს ადამიანებს. ნამდვილად იქეთ ძგერს საქართველოს გული. რაღაცა საოცარი ქალაქია მართლაც და თვითონ ზუგდიდს რაც შეეხება თვითონ წარმომავლობას, ნუ ეხლა კი ვიცით, რომ ეს არის ძალიან მდიდარი ისტორიის და კულტურის მქონე ქალაქი, ოდიშის ისტორიული ცენტრი, პოლიტიკური ცენტრი და თვითონ სიტყვა ზუგდიდიდან ეტიმოლოგია რო დავიწყოთ, ეს არის დიდ ბორცვს ნიშნავს სიტყვით და მართლაც აი ძველი ზუგდიდი მდებარეობდა მდინარე სინწის მარჯვენა სანაპიროს ბორცვზე და იქ იყო სწორედ ეს დადიანების რეზიდენცია, რომლის ჩანახატიც არის შეტანილი კასტელის ალბომში. ანუ ლევან მეორე დადიანის სასახლე ჯერ კიდევ იყო იმ ბორცვზე, მაშინ როცა კასტელმა ეს შეიტანა თავის ჩანახატებში. შემდეგ უკვე ახალი ზუგდიდი, დღეს რაც გვაქვს, აი ველზე გაშლილი და ესეთი უნიკალური ქალაქი, საფუძველი ჩაეყარა ზუსტად აი ლევან მეორე დადიანის მმართველობის პერიოდიდან, როდესაც მან სამთავრო რეზიდენცია უკვე ამ ბორცვიდან გადაიტანა ბარში, ველზე და მერე უკვე მოსახლეობის ფორმირება მოხდა აი ამ ველის გარშემო და მივიღეთ ის არქიტექტურა, როგორიც დღეს არის ზუგდიდში. ეხლა რაც შეეხება თვითონ მუნიციპალიტეტზე, რო ვთქვათ, ორიოდე სიტყვა, მუნიციპალიტეტი შეგვიძლია ვნახოთ რუკაზე, ზოგადად ტრადიციულად, როგორც ჩვენ გვჩვევია, როდესაც საუბრობთ რომელიღაცა ქალაქზე თუ მუნიციპალიტეტზე, ვნახოთ სად მდებარეობს რუკაზე. მეორე რუკად შეგვიძლია ვნახოთ, რომ მას ესაზღვრება 4 მუნიციპალიტეტი, ეს არის წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი და ხგალი, ანუ მოსაზღვრეა პირდაპირ, ანუ აფხაზეთს ესაზღვრება და ასევე ზუგდიდს აქვს გასასვლელი ზღვასთან ანაკლიის საშუალებით. ანაკლია ჯერ კიდევ უძველეს ოდიშის სამთავროში მთავარ ნავსადგურს წარმოადგენდა და თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანი პროექტი ჩაგვივარდა, როდესაც იყო გეგმაში, რომ ანაკლიის ტერიტორიაზე ყულევამდე გაკეთებული იყო საპორტო ქალაქი, ერთ-ერთი მეორე სიდიდით მეორე ქალაქი ლაზიკის სახით. წარმოიდგინეთ ეს თავიდანვე რო განხორციელებული იყო, ეხლა უკვე როგორ იქნებოდა განვითარებული, მაგრამ მე მჯერა რომ ეს პროექტი ოდესმე მაინც განხორციელდება. ამის იმედი ვიქონიოთ. ეხლა რაც შეეხება გერბი და დროშა ვნახოთ, აი როგორც რა წარმოადგენს, ანუ ზუგდიდის გერბზე და დროშაზე რა არის გამოსახული, როგორც ჩვენ უკვე ვიცით, აი ზედა და ქვედა ნაწილი ყველა მუნიციპალიტეტს ერთი და იგივე აქვს. აქ არის გამოსახული ოქროსაწმისი
ეხლა კოლხეთის ტერიტორიაზე ოქროს საწმისის გამოსახვა, რა თქმა უნდა, ჩვენ არც ერთს არ გვიკვირს, პირდაპირ არის დაკავშირებული მოვლენებთან, რაც არის ოქროს საწმისის გარშემო განვითარებული და ვხედავთ იესოს დედის მარიამის კვართს, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო ზუგდიდის და რომელიც დაცული არის მუზეუმში. სხვათა შორის საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ აი ეს როგორ მოხდა ასეთი მასშტაბის თქვათ სიწმინდე საქართველოში არსებობს სხვადასხვა ვერსია, მაგალითად ერთი ვერსიით ამბობენ რომ მერვე საუკუნეში, როდესაც იყო ეს ხატმებრძოლეობა იმ პერიოდში არის საქართველოში შებოტანილი, ხოლო მეორე ვერსიით ეს არის უკავშირდება ბიზანტიის დაცემას. ეხლა იყო თქვათ სხვადასხვა ადგილას, ყველაზე ბოლოს იყო ხობის მონასტერში, საიდანაც ლევან დადიანმა გადმოიტანა ის ოდიშის, ანუ ზუგდიდში, მანამდე აფხაზეთიდან შემოვიდა, იყო ბედიის მონასტერში, ილორშიც, მარტვილის მონასტერში გარკვეული პერიოდი და შემდეგ აი ესეთი გზით მოხვდა უკვე ზუგდიდის მუზეუმში. სხვათა შორის ზუგდიდის მუზეუმში გამოფენილია ასლი, ორიგინალი, რა თქმა უნდა, საცავშია შენახული. ეხლა რაც შეეხება წერილობით წყაროებს ზუგდიდთან დაკავშირებით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, წყაროები მაინც ბევრი არ არის. ანუ ძირითადად ფოტომასალა, ჩანახატები რაც არის შემორჩენილი, ყველაფერი არის გვიანი პერიოდის მოგვიანებით. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ზუგდიდის ზოგიერთი სოფელი უფრო კარგად არის შესწავლილი, ვიდრე თავად ზუგდიდი. მაგალითად, ესეთი სოფელი არის ჭკადუაში, ეს ძალიან ცნობილი სოფელია. მე დღეს ჭკადუაში არ შევეხები, იმიტომ რომ ცალკე მინდა რომ ამ სოფლის მოითხოვს საერთოდ დადიანების რეზიდენციები, სადაც კი განლაგებულია ეს ერთ გადაცემაში მინდა რომ მოგიყვეთ და მაგალითად აი ჭკადუაშზე გამოვიდა წიგნის საკმაოდ სქელტანიანი ისეთი ფუნდამენტური კვლევები, ეკატერინე 10 არის ამ წიგნის ავტორი, მე გადავრჩი გაოცებული, ანუ როგორ შეკრიბეს ერთ სოფელზე ამდენად ბევრი ინფორმაცია. იგივეს ვერ ვიტყვით ზუგდიდთან დაკავშირებით, მაინც აი უფრო გვიანი ჩანაწერები არსებობს. ეხლა რით იყო ეს ქალაქი განსაკუთრებული და გამორჩეული, რაც შეიძლება ბევრს არ გვახსოვდეს. მაგალითად, აი განსაკუთრებით ეს ეხება დავით დადიანის პერიოდიდან, აი მე-19 საუკუნის 40-იანი წლები რო განვიხილოთ, გარდა ვთქვათ სავაჭრო მნიშვნელობისა, რაც ქონდა ვთქვათ ზუგდიდს დიდი ხანი და მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ზუგდიდი იქცა ხელოსნობის ქალაქად. და ეხა ხელოსნობაში რა იგულისხმებოდა? მაგალითად, ზუგდიდში იყვნენ ოქრომჭედლები და მე სტატისტიკა მაქვს ძალიან საინტერესო ზუგდიდის ისტორიის ნარკვევებიდან ამოვიღე. 1907 წელს აი ზუგდიდში მუშაობდა 11 ოქრომჭედელი, ესეთ პატარა დასახლებაში, 87 მკერავი, 112 მეჩექმე, 77 დურგალი, 64 მეუნაგირე, 9 დალაგი, 4 მესაათე. და იმდენად მეტყველებს, ხო, იმ საზოგადოებაზე ალბათ ელზა. სასწაული ამბავია და იმდენად დიდი იყო მოთხოვნა ზუგდიდში შეკერილი სამოსის. სადაც ხალხი მთელი საქართველოდან ჩადიოდა, რომ მიუხედავად იმისა 55 დუქანი ემსახურებოდა ამ ხალხს, მაინც არ იყო საკმარისი. აი, მაინც იყო რიგები და ძალიან პრესტიჟულ რამედ ითვლებოდა ზუგდიდში შეკერილი ტანსაცმლის შემოსვა. გარდა ამისა, ძალიან პრესტიჟული იყო ასევე ფეხსაცმელი ზუგდიდში შეკერილი, აი როგორც ახლა იტალიური ფეხსაცმელი მოგწონს ძალიან, 112 მეჩექმის მომსახურება არ იყო საკმარისი და ამ ნარკვევებში მე გაოცებული ვიყავი, რომ აი ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ვინც აი მთელი საქართველოდან ჩადიოდნენ და არა მარტო საქართველოდან, ანუ ვაჭრები, რომლებიც ხვდებოდნენ იმ ქალაქში, ისინი ცდილობდნენ, რომ კი, აი ზუგდიდში შეკერილი ფეხსაცმელი შეეძინათ. გარდა ამისა იყო ავეჯის ხელოსნები ყავდათ, ბრწყინვალე, იყენებდნენ მაგალითად წითელი ხისგან ამზადებდნენ, წაბლისგან, ბზისგან, კაკლის ხისგან ავეჯს და ზუგდიდის სახლების მთავარი მშვენება ეს იყო ზუგდიდელი ოსტატების მიერ გაკეთებული ავეჯი, მაგალითად აკვანი კეთდებოდა თურმე რაღაცა ფანტასტიკური. და ყველა ცდილობდა და ითვლებოდა ძალიან მნიშვნელოვან რამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუ შენ გქონდა მაგალითად აი ზუგდიდში დამზადებული ავეჯი ან რაღაცა ის რა ქვია. გარდა ამისა, 1872 წელს ძალიან მომეწონა ეს ინფორმაცია, რომ
იმდენად გამართული იყო ინფრასტრუქტურა ქალაქში, ამიტომ რომ ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა ამას. ვაჭრებს ჰქონდათ შესაძლებლობა გვერდი არ აევლოთ აი ამ ზუგდიდისთვის, მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად იყო ქცეული და ის რომ ვაჭრები სოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ ზუგდიდში, ამას მოწმობს უმდიდრესი ნუმიზმატიკური მასალა არტეფაქტები, რაც არის ზუგდიდის მუზეუმში დაცული. ანუ სხვადასხვა საუკუნის რომაული, ბიზანტიური, მათ შორის აი ოქროს მონეტები, კოლხური თეთრი, კოლხური ოქროს მონეტა, ანუ მონეტები არის უტყუარი არტეფაქტი, რაც ადასტურებს იმას, რომ იმ პერიოდში იყო განვითარებული ვაჭრობა. დავით დადიანის პროექტი ასევე ის, რომ ზუგდიდში იყო აბრეშუმის ქარხანა და წარმოიდგინეთ ასეთი ამბავი, მან სპეციალისტები ჩამოიყვანა პარიზიდან, ანუ პირველ და მუშებიც იყვნენ მოწვეული საფრანგეთიდან, ანუ ზუგდიდის ქარხანაში მუშები იყვნენ ფრანგები მუშაობდნენ და ერთი ესეთი საინტერესო შემთხვევა იყო ჩემთვის, რომ მეგრელი ქალები რაღაცა ღირსების შელახვად თვლიდნენ როცხელები დასჭირდათ არა ქარხანაში მუშაობას და ეკატერინე ჭავჭავაძეს დასჭირდა მათი დარწმუნება, რომ მათ პატიოსნებას არ მიადგებოდა ჭრდილი თუ ისინი აი ამ ქარხანაში დაიწყებდნენ მუშაობას. ანუ ძალიან წინ წაწეული პროექტი იყო, ზოგადად ეს იყო რეგიონი, აი განსაკუთრებით დავით დადიანის რეფორმებს იყო არის უაღრესად საინტერესო, პროფესიული განათლების ხელშეწყობა ხდებოდა, მაგალითად გამოყოფილი იყო სტიპენდია, ყოველწლიურად 10 ახალგაზრდას უშვებდნენ სხვადასხვა მხარეს საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომ შეეძინათ პროფესიები და შემდეგ დაბრუნებული იყვნენ და განევითარებინათ თავიანთი სამთავრო და საოცარი ამან განაპირობა ამ რეფორმებმა ის რომ აი რაღაცა განსხვავებული სამთავრო იყო მაინც აი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ერთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია წავიკითხეთ თან ჩვენს რეალობასთან რატომღაც დავაკავშირე 1904 წლის ივერია წერს რომ აი ვაჭრობის განვითარებასთან დაკავშირებით აი ბევრი რამე გაქონდათ ზუგდიდელებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ერთ-ერთი იყო ის რომ 1861 წელს ზუგდიდელმა ვაჭრებმა საზღვარგარეთ გაიტანეს დიდი რაოდენობით კვერცხი. კვერცხი გაიებდა ხო ეხლა ძალიან განსხვავებული თემა და თურმე მე-19 საუკუნეშიც ანუ კვერცხი გაქონდა იმდენად ის იყო ზუგდიდში. გარდა ამისა, გარდა თქვათ ხელოსნობისა და ვაჭრობისა იყო საგანმანათლებლო ცენტრი, ძალიან ადრეული პერიოდიდან არსებობდა სხია ბიბლიოთეკები, უფასო სამკითხველოები და მაქსიმალურად ხდებოდა აი ამ განათლების ხელშეწყობა და რაც შეეხება აი გართობას ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის ეს ინფორმაცია რომ მაინც ამეგრელო ხო ჩონგურთან და ფანდურთან არის დაკავშირებული თურმე 1913 წლისთვის ზუგდიდში არსებობდა ნაჭყებიების სასულე ორკესტრი რომელიც იყო ცნობილი საქვეყნოდ ანუ არა მარტო ზუგდიდში და მაზრაში თვითონ იმ ტერიტორიაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით და ფარგლებს გარეთ ნაჭყებიები სხვათა შორის ცნობილი გვარია აი ჭკადუაში არის სანაჭყებიო დედაშვილებიც ყავს ნაჭყებიები თურმე სასულე ორკესტრის ჯგუფი ქონიათ ნაჭყებიებს ესეთი ძალიან საინტერესო მოკლედ უაღრესად საინტერესო ისტორიის მქონე ქალაქია მუნიციპალიტეტია ზოგადად და სამწუხარო რა არის ხოლმე ჩვენს ქვეყანაში აი როგორც კი გარდაიცვალა დავით დადიანი მოულოდნელად საკმაოდ ახალგაზრდა ყველა რეფორმა რაც მას ჰქონდა წამოღებული არც ერთი არ განხორციელდა. აი სამწუხაროა ნამდვილად. ძალიან სამწუხაროა და მაინც მიუხედავად მაინც დაიხურა ხო, მაგრამ ხო ის რაც გაკეთდა ალბათ. თუმცა სამთავრო მალევე უკვე დასრულდა სამთავროს ისტორია ქვეყანაში დამყარდა იმპერიული რეჟიმი. ანუ ძალიან ისეთი სამწუხაროა, რომ აი ესეთ რამეს გაგრძელება არ აქვს. ეხლა რა ვნახოთ ზუგდიდში? აი ჩავედით ზუგდიდში დღეს, აი მე რუხი ვახსენე დასაწყისში. რუხი ძალიან ძველი ტერიტორია არის, მაგალითად, ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში არქანჯელო ლამბერტი, იგივე შარდენი ქალაქად მოიხსენიებს რუხს. და ამბობს რომ ის იყო აი მნიშვნელოვანი სავაჭრო ზონა. სავაჭრო ცენტრად რუხის დასახელება ნამდვილად არ არის გაზიადებული, იმიტომ რომ აღმოჩენილია თანხე, ანუ ფულადი ერთეულის, ანუ ფულის უამრა საბადო
ერთ-ერთ სამარხში აღმოაჩინეს იმდენი მონეტა, რომ მე მგონი რამდენიმე მუზეუმს ეყოფა ნიმუშად. მათ შორის არის ალექსანდრე მაკედონელის სტარტერი, რომლის სამეგრელოში აღმოჩენა აი ამ ვაჭრობის განვითარებაზე მიუთითებს. ეხლა რაც შეეხება რუხში, ერთ-ერთი მთავარი სანახაობა არის რუხის ციხე. მე რომ მგონია, რომ საქართველოს ბევრი რამე მაინც ვცდილობ რომ რაღაცები ვნახო, მე მსგავსი სილამაზის ციხე არ ვინახავს. ეს არის გამორჩეული. ქვების წყობა არის უნიკალური. თავისი წყობით ეს ციხე არ გავს არც ერთ სხვა ციხეს, რომელიც გვაქვს ქვეყანაში. აი, ნახეთ როგორი ქვები აქვს, როგორ არის ციხე აგებული. ლევან მეორე დადიანის პერიოდში აგებული, აგების თარიღად ითვლება 1657 წელი და ამ ციხეს ახსოვს არაერთი ბრძოლა, მაგალითად ერთ-ერთი აი ცნობილი რუხის ბრძოლა, როდესაც დაამარცხეს ოსმალეთი გაერთიანებული ჯარით. შესასვლელიც კი უნიკალური აქვს. ანუ ერთ-ერთი ულამაზესი ციხეა, ზუგდიდიდან 5 კილომეტრში აუცილებლად სანახავი ციხეა. ეხლა საინტერესო რა არის, რომ ამ რუხში არის გადაღებული ამ ციხეში და ამ ციხესთან ფილმი მაციხვიტია. 1966 წელს რეჟისორ გიორგი შენგელაიას მიერ და სხვათა შორის ფილმის მთავარი გმირი ეს არის გაბეჩავა, ალეკო გაბეჩავა, ეს არ იყო მსახიობი, ისიც არის ზუგდიდელი, უბრალოდ მე წავიდნენ აფხაზეთში და იქიდან მე გახდნენ დევნილები, თორე ისე წარმოშობით აფხაზეთიდან არის და თქვენ ახლა ხედავთ ძალიან საინტერესო ფოტოს, რომელიც მე გუშინ გამომიგზავნა ჩვენმა ერთმა მაყურებელმა. მე განსაკუთრებით მახარებს მაყურებლების ჩართულობა და მაყურებელმა მომწერა, რომ ეს არის ფოტო, სადაც არის გამოსახული კასკადიორი ამ გაბეჩავასი. კასკადიორი ყოფილა მოჯირითე რემიკო გუგუჩია. წინ ვინც დგას? შუაში ვინც არის ეს ყოფილა კასკადიორი, რომელიც ფილმის გადაღების დროს აი ცხენით რომ ხტებოდა, ისე გადმოვარდა და დაიღუპა. კი, ესეთი ამბავი მომხდარა და დასაფლავებულია სოფელ კახათში, ეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტია და საფლავის ქვა რაც დღეს არის ამ გუგუჩიას საფლავს, ეს არის კინოსტუდიის და უშუალოდ გიორგი შენგელაიას მიერ დადებული ქვა ყოფილა. და ტიტრებშიც მისი სახელი და გვარი შავად არის შემოხაზულიო. აი ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მაკა გუგუჩიას, ვინც გუშინ მომწერა ესეც საინტერესო ამბავი, რაც არის ამ მე არც ვიცოდი თუ გადაღების დროს რუხში ესეთი შემთხვევა მოხდა. დრო რომ არ გაგვექცეს ვიჩქაროთ, ესე იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის კიდევ ერთი განსაკუთრებული ადგილი, ალბათ ბევრმა იცის, რომ საქართველოში ერთადერთი კუნძული გვაქვს, მეტი სხვა კუნძული არ გვაქვს, ეს არის შამგონა, ზუგდიდის სოფელი, რომელიც 10 კილომეტრით არის დაშორებული ზუგდიდიდან და 4-ვე მხრიდან მას აკრავს ენგური და მისი ტოტი. ენგურს მეგრელები ინგირს ეძახიან და ესე უნდა იყოს, ინგირი და მისი მარჯვენა ტოტი, ეს არის რუხის წყარი, ესე ქვია და ეს არის ნამდვილად კუნძული, მე-17 საუკუნეში წყალდიდობის შედეგად შექმნილი კუნძულია, 12 კილომეტრი არის სიგრძეში და 2 კილომეტრი არის სიგანეში, აი აბსოლუტურად კლასიკური გაგებით კუნძულია და მოსახლეობამ სხვათა შორის მე-17 საუკუნის ბოლოდან ჩდება ადამიანების დასახლება იწყება ამ კუნძულზე და აი ზუგდიდის ისტორიულ ნარკვევებში არის საინტერესო გვარები, მაგალითად პირველი აზნაური, ვინც გადავიდა შამგონაში ყოფილა გაბუნია და მერე გადავიდნენ სხვა აზნაურები და პირველი თავადები, ვინც დასახლდნენ შამგონაში, იყვნენ შერვაშიძეები და შემდეგ უკვე დაიწყო დასახლება და აი ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი სოფელია, ერთადერთი კუნძული საქართველოსი, რომელიც არის შამგონა. მე შეგნებულად გამოვტოვე უნიკალური სოფელი ცაიში, მთელი თავისი არქიტექტურით, იონა მეუნარგიათი და თავისი წყობით შეუძლებელია ეს ძალიან კი. ცაიში, ანაკლია და ჭკადუაში ეს თემა რო გავიგერო გექნებოდა კი დავფიქრდი რომ აი რა როგორ მოასწრებს ერთ გადაცემაში თქო სწორი სტრატეგია ნამდვილად, მაგრამ არეგონოს ჩვენს მაყურებელს მნიშვნელოვანი ამბები გამოგრჩა, აუცილებლად გაგრძელდება, მე ვაპირებ ჩასვლას ცაიში, თან იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმი არ ვინახავს, ახალი გახსნილია. და ვეწიოთ ახლა ზუგდიდში გვიდგას ქვეყნის სიამაყე სასახლე, ეს არის დადიანების სასახლე, რომელიც აი თეორიულად ყველა მიცის რომ გვაქვს, მაგრამ
ცოტამ თუ იცის რა გვაქვს შიგნით. იმიტომ რომ ჩვენ ახლა გარეთ ფოტოების შეიძლება ბევრი ვიღებთ, მაგრამ სასახლე თავისი მნიშვნელობით თავისი არტეფაქტებით, სოფლიო მნიშვნელობის არტეფაქტებით არის გამორჩეული. თავისი ბაღითაც თავისი ბაღით, კი ბატონო. თვითონ კომპლექსი მოიცავს რამდენიმე ობიექტს. პირველი ეს არის დედოფლისეული სასახლე, რომელსაც პუპის სასახლესაც ეძახიან. მეორე ეს არის ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ეკლესია, რომელიც აღდგენილია და დეკორატიული ბაღი, რომელიც არის აი მშვენება აი ამ სასახლის. ეხლა რა შეიძლება ითქვას არქიტექტორთან დაკავშირებით, პუპის სასახლე რატო ვუწოდე? პუპი ეს იყო დავითადიანის და, რომლის საკუთრებაშიც იყო ეს სასახლე და ეკატერინე ჭავჭავაძის ინიციატივით მოხდა ამ სასახლის გადაკეთება გერმანელი არქიტექტორის ედვიგ რაისის მიერ. და რაისმა მოაშენა მთელი რიგი ამბავი, მთლიანობაში ფასადი ტიუდორების სტილის ინტერპრეტაცია არის, აი აშკარად ეთყობა გავლენა და შიგნით არის ერთ-ერთი თვალის მომჭრელი, ანუ რაც შეიძლება დავინახოთ, უნიკალური ჭურჭელი. ეს არის სახელობითი მონოგრამებით, ეს არის პარიზიდან ჩამოტანილი, ლონდონიდან სპეციალური შეკვეთით დადიანებისთვის ჩამოტანილი ჭურჭელი, სადაც ჩანს აი უმაღლესი გემოვნება. მე არ ვიცი, ევროპულ სასახლეებშიც კი ასეთი საოცარი ჭურჭელი მე ალბათ იქნება, რასაკვირველია, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენსაც ჩვენის დიდებულებას. ასეთი სასახლეების სანახავად ჩვენ ევროპაში და სამოგზაუროდ ძალიან დიდ თანხას ვიხდით და აქ კიდე ასეთი საოცარი სასახლე გვაქვს იმაში. გარდა ამისა, თვითონ სასახლე შიგნით არის ევროპული აბსოლუტურად. უკანა მხარე არის ქართულ-ოსმალური ნაზავი და ლაზური აივანი, რაც ხდის აი ძალიან შთამბეჭდავს. ხის აივანი რო არის მოსკოვის მიერ არის გაკეთებული. და რაც თავარია, ყველასთვის ცნობილი ფაქტია ის, რომ აქ იყო განთავსებული საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი ბიბლიოთეკა. ასევე საჩუქრად გადაეცა ნაწილი გადაეცა, კი ბატონო, ამაზეც ორი სიტყვით ვიტყვი, აი ნიკოს სასახლე, რომელიც არის გვერდით სასახლე, ეს არის შვილი ეკატერინე ჭავჭავაძის და დავითადიანის, აი ეს ნიკოსეული სასახლე, ეს იყო აი მაშინდელი საზოგადოების თავშეყრის ადგილი, იგივე აი როგორც თქვენ აღნიშნეთ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი სტუმრობდა ამ სასახლეს და იქ დაიბადა იდეა, რომ დადიანების უნიკალური ბიბლიოთეკის ნაწილი გადაეცათ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის და როგორც მე ვიცი 129 უნიკალური ხელნაწერი და წიგნები გადასცეს. უბრალოდ ვერ მივაგენი ამ ბოლო დროს ინფორმაციას, თორემ მქონდა მასალა, რომ გადმოტანის პროცესში რაღაცები დაზიანდა, მაშინ ურმით წამოიღეს და რაღაც ამინდმა შეუშალა ხელი. აი მან მქონდა რაღაცა ჩავარდნა, რაღაცა ვერ გაუფრთხილდით აი ამ ძალიან მნიშვნელოვან განძს. ესე იგი უნიკალურ არტეფაქტებს შორის, ანუ და ნივთებს შორის, რაც არის სასახლეში, არის ასევე ნაპოლეონის ნაქონი ნივთები, ნაპოლეონის ნიღაბი, მოგეხსენებათ დადიანები. სიძე ყავდა ფრანგი და როდესაც გარდაიცვალა ნაპოლეონი, მისი ნიღაბი გაკეთდა და ნათესავებს ეს ნიღაბი დაურიგეს და მათ შორის ერგოა მიურატს და მიურატის ჩამოტანილია ეს ნიღაბი, უშუალოდ ნაპოლეონის ნაქონი ნივთები, მისი სახელობით უამრავი ჩანაწერები, რაც ნაპოლეონს უკავშირდება, ანუ მსოფლიო მნიშვნელობის ნივთებზეა საუბარი, რაც გვაქვს, მოკლედ, დადიანების სასახლეში. გარდა ამისა არის იარაღის კოლექცია, ესეც არის, არ ვიცი, რა გემოვნებით, აი, ვინც ნახავს, პირადად დარწმუნდება ამაში და საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ აი ამ სასახლის ნახვით ვწმუნდებით იმაში, რამდენად მჭიდროა ჩვენი ფესვი ევროპასთან და რომ ნამდვილად საქართველო იყო და იქნება დარწმუნებული ვარ ევროპული ქვეყანა. და ბოლოს მე სამეგრელოს შეუძლებელია სამეგრელოს თავარი სავიზიტო ბარათებით, მეგრული ეზოებით არ დავასრულოთ, მე მინდა გაჩვენოთ კოლაჟი ულამაზესი მეგრული ეზოების, სადაც არის აი მთელ სამეგრელოში არის აი თერაპია, ხელოვნების ნიმუში, თავისი დახვეწილობით, სუფთავით, მოწესრიგებულობით, რა ვიცი, ყველაფერი. გამონაკლისის გარეშე სახლები. ეს არ არის ერთი და ორი. გამონაკლისის გარეშე არ არსებობს სამეგრელოში სახლი,
რომლის მთავარ სავიზიტო ბარაც არ წარმოადგენდეს ეზო. შესაძლოა სახლი იყოს სიამოვნება არის, თუნდაც რო გაივლი მანქანის და ამ ხობე არის სულ დაბალი, ან ყველას კარგად ჩანდეს. და სახლი შეიძლება იყოს მოგზალებული, მაგრამ ეზო არის ფუფუნება. და მოწყობილი თავარი მასპინძელი აი ამ მეგრული სახლების ეზო გვეძახის აი ესეთი ამბავია. თვალშისაცემი გვაქვს ხო რამდენიმე წუთი რაც არის ზუგდიდში, რაც პირადად ჩემთვის იყო თვალშისაცემი და სამწუხარო არის ის რომ მეგრელები მეგრულად არ ლაპარაკობენ. მე სხვა დროსაც ანუ ეს ტენდენცია შეიცვალა ადრე ხო რაღაც პირიქით იყო თითქოს. არა აი მაგალითად ზუგდიდში თითქმის ახალ თაობას საერთოდ არ ლაპარაკობს მეგრულად და რაც არ უნდა იმ თავარი პასუხისმგებლობა მე პირადად და ერთი პირადად სუბიექტურად ადამიანი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მეგრელებს რაც არ უნდა სახელმწიფომ შემოიტანოს კანონი ენას მიანიჭოს სტატუსი სკოლებშიც რო დაიწყოს ენის სწავლება ამ ენის გადასარჩენად თუ მეგრელებმა მეგრულად არ ილაპარაკეს ვერანაირი ძალა ამ ენას ვერ გადაარჩეს და არა როგორი სიმდიდრეა ეს ჩვენ ნამდვილად ცესილი უბრალოდ აი იმდენად დიდარი ენა და უნიკალური მხარე ჩვენი სამწუხაროა რომ დანარჩენი საქართველო არასოდეს არ იყო მონდომებული მეგრული ენის შესწავლით და დანარჩენი საქართველო და მეორე ის რომ თავად ჩვენ მეგრელები მე გავიცანი რამდენიმე ადამიანი მეგრული ენის დამცველები რომელთა შვილები მეგრულად არ ლაპარაკობენ მე ასეთი დამცველები არ მჯერა და ალბათ პირველი მიმართულება ეს უნდა იყოს რომ ახალ თაობას ასწავლონ იმიტომ რომ მათ უნდა გაგრძელონ ეს მემკვიდრეობა და არ მოვკლათ ჩვენვე ესეთი ჩვენი საყვარელი და უნიკალური ენა. მადლობა ამ თემითაც რომ დაინტერესდი და ამაზე აქცენტიც რომ დასვი. მადლობა დიდი ელზა, ზუგდიდში მოგზაურობა გამორჩეულად საინტერესო იყო და დაპირებას დაველოდებით რომ არაერთი ადგილი ახსენე, რომლის ირგვლივაც უფრო ჩაღრმავებულ სიღრმისეულ მიმოხილვა შემოგდა. ყოველთვის სასიამოვნოა შენი მოსმენა. უღრმესი მადლობა ერთი კვირით გემშვიდობებით. ხოლო ჩვენ ახლა რეკლამა ვნახოთ და რამდენიმე წუთში უკვე სხვა თემით დაგიბრუნდებით.